29 მარტი დღის 5 საათი ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზი თითქმის მთლიანად ივსება. აქ დღეს მთელი საქართველოდან იკრიბებიან ის ოფთალმოლოგები, რომელთაც სურთ თავის სპეციალობასთან დაკავშირებული ყველა სიახლის, ყველა საინტერესო მოვლენის გარშემო იყვნენ ინფორმირებული. სურთ აუწყონ ფეხი თანამედროვეობას და მზარდი ტემპებით განვითარებულ სამედიცინო მიღწევებს. მას ასე, ოფთალმოლოგთა სამეცნიერო კონფერენცია კლინიკაში, სადაც მსგავსი ტიპის შეხვედრები და პროფესიონალთა შეკრებები უკვე ცხოვრების ჩვეული წესის განუყრელი ნაწილია. მეოთხე კონფერენციაა ეს, რაც კეთდება უკვე ოფთალმოლოგებისთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ აი დღესაც დასწრება საკმაოდ კარგი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან საინტერესო იყო წინა სამი და არც კონფერენციის ორგანიზატორებს არ წინდებათ ამ კონფერენციის ორგანიზება და მოწყობა და არც ექიმებს მისი მოსმენა. ჩვენ ვცდილობთ ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავატაროთ დარგობრივი კონფერენცია ჩვენ კლინიკაში. ცუდი არ იქნებოდა ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩატარდეს ასეთი კონფერენციები, რომ ექიმებს ჰქონდეთ საშუალება გაეცნენ ერთმანეთს ახალ ტექნოლოგიებს, მივაწოდოთ პაციენტებს ინფორმაცია თუ რა შეგვიძლია, რა დაინერგა ახალი. კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ავერსის კლინიკის მიერ იმ ახლად შეძენილ აპარატს მიეძღვნა, რომლის საშუალებითაც ავერსის ოფთალმოლოგებს გაცილებით წარმატებულად შეუძლიათ მოღვაწეობა პაციენტების საკეთილდღეოდ, მათი თვალების მართლაც თვალის ჩინივით მოსაფრთხილებლად. ეს არის ახალი აპარატი, ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი. ეს არის კომბინირებული აპარატი, რომელიც ორთავეკლებას აკეთებს. პრაქტიკულად საშუალებას იძლევა, რომ სრულყოფილად იქნას გამოკვლეული თვალის ფსკერი და ბადურა. საკმაოდ დიდი ხანი ველოდით ამ აპარატს, მიდიოდა დამუშავება ინფორმაციის რამდენად დაიტვირთებოდა, რამდენად მოთხოვნა არის ამ იმაზე. აღმოჩნდა, რომ ამაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა არის, როგორც კი დადასტურდა ეს ინფორმაცია, მაშინვე შევუკვეთეთ, უკვე 2 თვეა კლინიკაში ფუნქციონირებს, რაღაც გარკვეული გამოცდილებას დაგროვდა და დღეს უკვე მთელი თბილისის ოფთალმოლოგებისთვის ტარდება კონფერენცია, სადაც განხილული იქნება საკითხები, რა უპირატესობები აქვს, რა შემთხვევაში გამოიყენება ესა თუ ის კვლევა და კლინიკაში რა გამოცდილება დაგროვდა და რა შედეგები გვაქვს ამ კვლევის მიხედვით. ეს არის ჩვენი ახალი აპარატი, ეს არის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი, რომელიც გვაძლევს საშუალებას არაინვაზიური მეთოდით მოხდეს თვალის წინა მონაკვეთის, ბადურა გარსის და სხვა სტრუქტურების დათვალიერება. ძირითადად ეს იყენება პოსტოპერაციულ პირობებში, კატარაქტის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ხდება წინასაქმის ვიზუალიზაცია, ბროლის ლოკალიზაციის განსაზღვრა, ბადურა გარსის დაავადებების დიაგნოსტიკა, ხდება დიაგნოსტიკის მონიტორინგი. ამ აპარატს თან ახლავს ფლუორესცენციული ანგიოგრაფიის რეჟიმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვენაში კონტრასტის შეყვანის შემდეგ 2-3 წუთში მოხდეს ბადურას და ქორეიდალური სიზარღვების ფოტოგრაფირება. შემდგომი პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის აღმოჩენის და მკურნალობის მიზნით. აქცენტს გავაკეთებდი გლაუკომაზე, ისეთი როგორც არის ნორმოტენზიული გლაუკომები, რომლის შემთხვევაში საკმაოდ რთულია დიაგნოზის დადასტურება, თუ არ გვაქვს საბამისი მონაცემები OCT-ის ინტერპრეტაციით. ასევე ესენციურ ოფთალმოლოგ ჰიპერტენზიაზე, რომლის დროსაც ასევე რთული არის დიფერენცირება გავაკეთოთ, არის ეს უკვე გლაუკომა, თუ მხოლოდ ოფთალმოლოგ ჰიპერტენზია. საკმაოდ ინფორმაციულია ასევე ეს გამოკვლევის მეთოდი მაკულარული დაავადებების, ანუ ცენტრალური უბნის დაავადებების დროს, როგორც პატარა ბავშვებში, ასევე მოზრდილ ასაკში, მაგალითად, სულ რამდენიმე ხნის წინ იყო 8 წლის პაციენტი, რომელსაც სამწუხაროდ ჰქონდა არასწორად ჰქონდა დიაგნოზი დასმული, მოვიდა სულ სხვა მიზნით, გაკეთდა OCT და დაისვა X-იუვენილური რეტინოშიზისის დიაგნოზი, რომელიც არის გენეტიკური დაავადება, გენთან შეჭიდული. რაც შეეხება ასაკობრივ დაავადებებს, ასაკობრივ მაკულოდისტროფიებს, სიძარღვოვან პათოლოგიებს, სხვადასხვა გენეზის სიშაქცევებსა და შეშუპებას, აქ რა თქმა უნდა ეს აპარატი არის შეუცვლელი, როგორც დიაგნოზის დასმისათვის, ასევე შემდგომში კლინიკური დაკვირვებისათვის და დინამიკაში სანახავად და გასარკვევად იმისა, როგორ ჩავატარეთ ჩვენ მკურნალობა. ჩვენ ხშირად დავდივართ საზღვარგარეთ, სხვადასხვა კონფერენციებზე, ვაცნობთ ჩვენს კოლეგებს ახალი რა გავაკეთეთ ჩვენი ვსწავლობთ იმათ ახალ გამოგონებებს და ვცდილობთ ესენი დავნერგოთ. ეს კონფერენციები ტარდება მსოფლიოში თითქმის ყოველ თვე.
ჩვენი კოლეგები დადიან როგორც თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, აბუ-დაბიში და ასე შემდეგ და ჩამოგვაქვს ეს ახალი ტექნოლოგიები იქიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული სერიოზულ თანხებთან, მაგრამ ჩვენი პაციენტებისთვის არაფერს არ დავზოგავთ. დიახ, პაციენტებისთვის, მათი ჯანმრთელობის კონკრეტულ შემთხვევაში კი მხედველობის გაუმჯობესებისთვის აქ ავერსის კლინიკაში თავს არ ზოგავენ. ამ მიზნით კლინიკის ოფტალმოლოგიურ სამსახურში არაერთი კაბინეტი ფუნქციონირებს. ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა ფუნქციონალური კაბინეტი, სადაც ტარდება ორთოპტიკური, დიპლოპტიკური, პლეოპტიკური მკურნალობა სხვადასხვა სახის აპარატურაზე. სავალდებულო არის ბავშვთა ასაკში რეფრაქციის მანკების დროული გამოვლენა და მათი შემდგომი მკურნალობა. ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს ლაზერული აპარატი ალკონის ფირმის წამყვანი ფირმის SL1000, რომელსაც აქვს მწვანე სხივი, არის ეს სხივი 512 ნანომეტრის, რაც საშუალებას იძლევა იმუშაოთ ამ ლაზერით ცენტრალურ ზონაში. თვითონ ოპერაცია ტარდება კომფორტულ პირობებში, საკმაოდ ადვილი მანიპულაცია გრძელდება 5-დან 20 წუთამდე ეს პროცედურა და აბსოლუტურად არატრაუმულია. ეს რაც შეეხებოდა თავად ოპერაციის პროცესს. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც ამ ოპერაციის შედეგია, შედეგი რომელიც ერთმნიშვნელოვნად მაღალია გვერდითი ეფექტების გარეშე. თუ მოასწრებს პაციენტი და მოვა მაგალითად მიოპიის დროს, ნახეთქების დროს, შემომსაზღვრელი ლაზერ კოაგულაციის ფონზე აბსოლუტურად არანაირი გვერდით ეფექტს არ იძლევა და ძალიან მაღალი შედეგი მიიღწევა. გვერდით საერთოდ ლაზერების ძალიან დიდი გვერდითი ეფექტია მეორადი გლაუკომების განვითარება, რქოვანის რაღაცა პათოლოგიები, რქოვანის შეშუპება. ანუ მანიპულაციების და ოპერაციების შემდეგ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისე არის, რომ პაციენტი ხედავს ბუნდოვნად. ეს ამ ლაზერით აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ლაზერის ეს სხივი საშუალებას მოქმედებს მხოლოდ ბადურაზე და ყველა სხვა ორგანო, ბროლი, მინისებრი სხეული და რქოვანა აბსოლუტურად ინტაქტური რჩება. როგორც ხედავთ, ავერსის კლინიკის ოფტალმოლოგიურ სამსახურში მართლაც ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისთვის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების შესათავაზებლად. მომსახურებისა, რომლის შედეგებსაც ერთად ერთნაირი ემოციითა და სიხარულით იმკის ექიმიც და პაციენტიც. უფრო ხშირად მათთან ერთად გიხარი ამ ყველაფრის. და მზად ხარ მათთან ერთად იტირო, იცინო, იცეკვო, მოეფერო მათ შვილიშვილებს, მაგალითად ქალბატონი იყო 107 წლის და რომელიც 10 თუ 15 წელიწადი ვერ ცნობდა, ვერ ხედავდა და ჩვენ რო გავუკეთეთ ოპერაცია, იმედიც არ ქონდა რომ დაინახავდა. დღემდე დადის და მადლობას გვიხდის, გვირეკავს, წერილებს გვიგზავნის, რომ მადლობა შვილიშვილები დამანახეთ. აი ესეთი ემოციები გვაქვს ჩვენ. ამასობაში ოფტალმოლოგთა კონფერენცია გრძელდება. გრძელდება იმ გამომსვლელების საუბარი, ვისი საშუალებითაც დამსწრე საზოგადოება კლინიკაში დანერგილ სიახლეებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს ეცნობა. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ერთი მთავარი მიზნით იზრუნონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.